ოზემპიკი. ეს არის რეცეპტული მედიკამენტი, რომელიც ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი აქტიური ნივთიერებაა სემაგლუტიდი. აი, რა უნდა იცოდეთ მის შესახებ. რისთვის გამოიყენება? ტიპი 2 დიაბეტი. თავდაპირველად ის შეიქმნა სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად. ის ეხმარება პანკრეას მეტი ინსულინის გამოყოფაში, როდესაც შაქარი მაღალია. წონის კლებას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დიაბეტის სამკურნალოა, ის ხშირად ინიშნება ჭარბი წონის სამართავად, off-label გამოყენება, რადგან ანელებს კუჭის დაცლას და თრგუნავს მადას. როგორ მუშაობს ის? ოზემპიკი არის GLP-1 რეცეპტორების აგონისტი. ის ბაძავს ბუნებრივ ჰორმონს, რომელიც გამოიყოფა ჭამის შემდეგ. მისი მოქმედება სამმხრივია. ინსულინი. ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას. გლუკაგონი. ბლოკავს ღვიძლის მიერ შაქრის ჭარბ წარმოებას. ნაყროვანება. ტვინს აწვდის სიგნალს, რომ დანაყრებული ხართ. მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. მედიკამენტის მიღება ხშირად იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, გულისრევა და ღებინება. დიარეა ან ყაბზობა, კონსტიპაცია. მუცლის ტკივილი და შებერილობა. უფრო სერიოზული რისკები, იშვიათად, პანკრეატიტი, თირკმელების პრობლემები ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები. გაითვალისწინეთ. მნიშვნელოვანია, ოზემპიკი არ არის ჯადოსნურიაბი და მისი თვითნებურად გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დაუშვებელია. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, თუ ცხოვრების წესი არ შეიცვალა, წონის დაბრუნების რისკი მაღალია. ოზემპიკი versus ვეგოვი. ბევრს გონია, რომ ეს სხვადასხვა წამალია, თუმცა რეალობა ასეთია. ორივე შეიცავს ერთსა და იმავე ნივთიერებას, სემაგლუტიდს. განსხვავება მხოლოდ მათ დანიშნულებასა და დოზირებაშია. რატომ შეიქმნა ვეგოვი? კვლევებმა აჩვენა, რომ წონის მნიშვნელოვანი კლებისთვის სემაგლუტიდის უფრო მაღალი დოზაა საჭირო, ვიდრე მხოლოდ დიაბეტის სამართავად. ამიტომ კომპანიამ გამოუშვა ვეგოვი, რომელიც სპეციალურად წონაზეა ორიენტირებული.